ჩვენ ვახსენეთ რამდენიმე წარმართული ღვთაება, ეს იყო კაცი, გაემი, არმაზი რა თქმა უნდა და კიდევ ერთ-ერთი ძველი ქართული ღვთაება იყო ზადენისა, ზადენის კერპიც აღმართული იყო მცხეთასთან ახლოს და ზადენი ითვლებოდა გარკვეულწილად ნაყოფიერების ღვთაებადაც, იმიტომ რომ არსებული მასალების მიხედვით რაც რის საფუძველზეც შეგვიძლია წარმოქმნა შევექმნათ ამ თუ იმ კერპის ფუნქციის ფუნქციასა და დანიშნულებაზე აი ამ მასალების მიხედვით ზადენს უკავშირდებოდა უხვი მოსავლის მიღება, მოწევა, ასევე თითქოს შინაური ცხოველების გამრავლება ან მათი მფარველობა, მათი დაცვა ავადმყოფობისაგან ან მათი დაცვა გარეული ცხოველებისაგან და ასე შემდეგ. თუმცა როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, მაინც კატეგორიული ვერა ვართ, იმიტომ რომ ძალიან ძნელია მწირი მასალების მიხედვით ზუსტი დასკვნები გააკეთოს ადამიანმა თითოეული ამ კერპის ფუნქციათა შესახებ, მაგრამ სავარაუდოდ ის არის, რასაც გეუბნებით, იმიტომ რომ ყველაზე გავრცელებული მოსაზრება, თქვათ, ზადენის ფუნქციასთან დაკავშირებით გახლავთ მაგალითად კერპი, რომელიც მოსავლიანობას უზრუნველყოფს. აი თუ დააკვირდით, მე კაცისა და გაემის შესახებ ფაქტურად არაფერი არ მithქვამს. არმაზზე ვთქვით, იმიტომ რომ ვიცით მეტნაკლებად არმაზის ფუნქციები, რატო არ გვითქვამს, იმიტომ რომ კაცი და გაემი, იგივე კაცი და გა, უბრალოდ ვიცით რომ აღმართული იყო, მაგრამ კონკრეტული ფუნქციები ჩვენთვის იმდენად უცნობია, რომ თავს ვიკავებთ, თქვათ, მათი დანიშნულებაზე რაღაც დეტალური საუბრისაგან. ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი ღვთაება ეს იყო, ხო, სანამ ამაზე გადავიდოდეთ, მინდოდა მეთქვი ხლა ამიდის ღვთაებაზე, მაგრამ აი ეს საკითხიც მინდა ჩვენ გქონდეს მხედველობაში, რომ ჩვენ არა მარტო ძველი ცივილიზაციის ხალხებთან არა მარტო კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური კავშირები ჰქონდა, არამედ ამ კავშირებს მოსდევდა რელიგიური კავშირების, რელიგიის გავლენა მათი ქართულ პანთეონზეც და ამ შემთხვევაში საქართველოს ადგილმდებარეობა განაპირობებდა იმას, რომ აქ თავს იყრის ადგილობრივთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში უნდა გქონდეს მხედველობაში, როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, აქ თავს იყრის ბერძნული და დასავლური და აღმოსავლური, ამ შემთხვევაში გულისხმობ მხოლოდ ძველ აღმოსავლურ ცივილიზაციებს, მაგალითად შუმერულს, ხეთურს, რომლის გავლენა ძალიან დიდია, მაგალითად ნაყოფიერების ხალხთაებები, რომელიც ფიქსირებულია ქართულ წარმართულ პანთეონში ან წარმართულ წარმოდგენების დროს იხსენიება, მათი დიდი ნაწილი არის ხეთური გავლენისა და ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ თუნდაც სპარსული კულტურის და სპარსული რელიგიური წარმოდგენების გავლენაზეც ქართლში, თუმცა ამ შემთხვევაში მაინც ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ საქართველოში უფრო არის ბერძნული პანთეონის გავლენა, აღმოსავლეთ საქართველოში უფრო სპარსულის, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ბერძნულ ღვთაებებს არ იცნობენ და მას პატივს არცემენ, ან ზოგჯერ უბრალოდ თაყვანს არცემენ და საერთოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიონისეს კულტი, რომელიც მეღვინეობას უკავშირდება, ბახუს უკავშირდება, ეს პოპულარული იყო მთელ საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოში ვენახის კულტი არსებობდა, ღვინის დაყენების ტრადიცია არსებობდა და ბუნებრივია თქვათ, ეს ბერძენი ღვთაება ჩვენთვისაც იქნებოდა ნაცნობი. მე კიდევ რამდენიმე მაგალითი მინდა აქ ამ წერილი მაქვს და მოგიყვანოთ, მაგალითად არადეთში დედოფლის მინდორზე აგებული იყო სპარსული ქალღმერთის არდავის სურას ტაძარი, არდავის სურა ითვლებოდა ნაყოფიერების, წყლის და სიუხვის ქალღმერთად, რომ ქართლის ცხოვრების მიხედვით მეფერებს, რომელზეც მე უკვე გითხარით, თითქოს მას აუგზავნებს არმაზისადმი ბავშვთა მსხვერპლშეწირვის რიტუალი, აი მეფერებს აუგია ბერძნული
ღვთაების ნაყოფიერების ქალღვთაების აფროდიტეს ქანდაკება და ეს ქანდაკება აღუმართავს უბრალოდ არმაზის სიახლოვეს, რომ სტრაბონი გვაწვდის ესე ცნობას, რომ არსებობდა ლევკოთიას დიდარი სამლოცველო, ეს ბერძნულ წარმართულ პანთეონს უკავშირდება. აი ესეთი ფაქტები, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი იქნებოდა და ზოგიერთი მათგანის წარმოდგენა უბრალოდ ვერ ხერხდება სალექციო ფორმატში და ზოგიერთი მათგანი უბრალოდ დავიწყებას მიეცადა ან ჩვენთვის უცნობია, იმიტომ რომ ყველა ასეთი ფაქტის აღნუსხვას ისტორია უბრალოდ ვერ ახერხებს ხოლმე, თან გაითვალისწინეთ, რომ აქ საუბარი არის ორ ფაქტორზე, ორ გარემოებაზე, რაც დავიწყებას ხელს უწყობს, ერთი შორეულ ეპოქაზე და მეორე იმ ღვთაებებზე, რომელთა შენარჩუნებაც, რომელთა გადარჩენაც ბოლო 15-16 საუკუნის მანძილზე ვერ მოხერხდებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ სულ სხვა სარწმუნოებრივი გარემოა საქართველოში შექმნილი, ანუ ქრისტიანობა, რომელიც ახლა ნამდვილად არ დავისურასა თუ აფროდიტეს საკერპოებს მაინდამაინც არ შემოინახავდა იმისთვის, რომ 21 საუკუნეში ადამიანებს მათი გაცნობის საშუალება მისცემოდა. უბრალოდ ჩვენ გვინდა ერთი დასკვნა გავაკეთოთ, მეტი არაფერი, რომ ქართულ კულტურას როგორც ამდიდრებდა მეზობელ ცივილიზაციებთან კავშირი, აი ეს კულტურული კავშირი მეორე მხრივ ამდიდრებდა ქართველი ხალხის წარმოდგენებს ღმერთებზე, ზებუნებრივ ძალებზე და ასე შემდეგ. ოღონდ ამ შემთხვევაში არც ერთ შემთხვევაში ეს არ იწვევდა ადგილობრივი ღვთაებების გაქრობას. რატომ? იმიტომ რომ ეს რელიგიური რიტუალები და რელიგიური წარმოდგენები, ანუ ადგილობრივი მართლმხედველობაში საკმაოდ კარგად იყო, მყარად იყო ჩამოყალიბებული, კარგად იყო ორგანიზებული, ეს სატაძრო მსახურება და საერთოდ ტაძრები, როგორც გარკვეული ქონების მიწის ფლობელი ინსტიტუტების, სოციალური ინსტიტუტის მე ამის თქვა მინდოდა კარგად იყო ორგანიზებული და ესე ადვილი არ არის, რომ სხვამ თუნდაც მაღალ განვითარებულმა ადგილობრივი ჩაანაცვლოს. კი ხდებოდა ისე, რომ ზოგიერთი ქართული ღვთაება სავარაუდოდ მის მსგავს უცხოური ღვთაების ფუნქციებს იტვირთებდა, შეითავსებდა, ანუ ამ მხრივ გამრავალფეროვნება და გამდიდრება ხდებოდა პანთეონის და ქართულის და არა მისი თქვა განადგურება ან მისი უკუსლა და ჩამჩენა. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ქართულ წარმართულ პანთეონზე და საერთოდ წარმართულ წმენა წარმოდგენებზე, კიდევ უნდა ვიცოდეთ რამდენიმე მათგანი რა შევლინდებოდა და უკვე წამომცდა თითქოს ცოტა ადრე, ახლა უნდა მეთქვა, ეს არის ამინდის ღმერთი ელია, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო როგორც ეთნოგრაფიული მასალა გვიჩვენებს არა მარტო ძველ ქართველებში, არამედ მასთან დაკავშირებული ზოგიერთი რიტუალი და ზოგიერთი თქმულება დღემდე შემორჩენილია, ყოველ შემთხვევაში ბოლომდე შემორჩენილი იყო და შეიძლება ნაწილობრივ დღესაც რაღაცა ფორმით ის კვლავ იჩენს თავს. სრულიად გასაგებია, რომ ქართველი ხალხი მიწათმოქმედი ხალხია, მიწათმოქმედება დაკავშირებულია ამინდთან, გვალვას შეუძლია მოსავლის განადგურება, გვალვასთან ერთად უდროოდროს წვიმასაც შეუძლია მოსავლის განადგურება, ამიტომ მიწათმოქმედი დაკავშირებული იყო, დამოკიდებული იყო დიდწილად ამინდზე და თუ ამინდის ღმერთი არსებობს, რა თქმა უნდა, ამინდის ღმერთზე. ამიტომ ელიას განწყობა, ელიას მოქმედება, ელიას მფარველობა და ასე შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ქართველი ადამიანისათვის, მიწათმოქმედისათვის და ამიტომაც მრავალი თქმულება არსებობს შემორჩენილი ამაზე და მრავალი ტრადიცია ზოგიერთ მათგანს ჩვენ გავეცნობით კიდეც. მაშასე ამინდის ყველაზე პოპულარული ღვთაება იყო ელია ქართულ ხალხში. როგორც წესი არსებობდა დაახლოებით ესეთი რიტუალი, რომ გვალვის დროს იკრიბებოდა სოფლის მოსახლეობა, რა თქმა უნდა ძირითადად მთავარ მოედანზე, მით უმეტეს თუ იქ რაიმე სამლოცველო ძველი წარმართული არსებობდა
უფრო ორგანიზებული ხდებოდა და ასე ვთქვათ, ზუსტად რიტუალის ფორმას იღებდა ეს შეკრება და იწყებდა ლოცვას ელიას გულის მოსაგება, თუმცა ეს ლოცვა იყო ეს პროცესი ლოცვასთან ერთად იყო ცეკვის პროცესი, სიმღერის პროცესი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს ცეკვაც და სიმღერაც რიტუალური ხასიათისა იქნებოდა და აი ამ ფორმით ცდილობდნენ, თქვათ, ელიას გულის მოგებას, მისგან დახმარების მიღებას და აი მაგალითად ესეთი მე-19 საუკუნის, თქვათ, მე-20 საუკუნის დასაწყისის ტრადიცია გვაქვს ჩვენ ამის მსგავსი, ახლა აღწერე მე ელიასადმი, ელიასთან დაკავშირებული ტრადიცია ზოგადად როგორი შეიძლება ყოფილიყო, მოკლედ აი დაახლოებით ამდაგვარი ტრადიცია ლეჩხუმში ბოლო დრომდე იყო თითქმის შემონახული, მაგრამ როცა გვალვის დროს ლეჩხუმელი ქალები ხვამლის მთაზე ადიოდნენ, თან წმინდა გიორგის ხატემ ძალიან დაუკვირდით ამ აღწერას, რამდენად არის შერწყმული, თქვა, ძველი წარმოდგენა ამინდის ღვთაებისადმი ქრისტიანობას, ხო? ერთი მხრივ წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ქრისტიანი მოწამეა და წმინდა გიორგი, რა ხსნას ხედავთ, ყველამ ვიცით, რომ ეს ქრისტიანობას უკავშირდება და ევედრებოდნენ ღმერთს წვიმას. ლოცვის შემდეგ ხატს სალოცავის გვერდით მდებარე ტბაში განბადნენ და წვიმით დაიმედებოდნენ, ისინი შინ ბრუნდებოდნენ და გარკვეულწილად ხვამლის და გარკვეულ, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად უკავშირდება კიდევ ამ ამინდის პროგნოზს, ან სასურველი ამინდის გამოწვევასაც, კერძოდ ამის გამოვლინება უნდა იყოს ის, რომ ბოლო დრომდე ლეჩხუმს შეუკითხო, გეპასუხებს, რომ მას შეუძლია ხვამლის მთით ამოიცნოს მომავალი დღის ამინდი, თუ აი ესეთი წესია, ყოველ შემთხვევაში ესეთი რწმენაა, რომ თუ ჩამავალი მზის სხივებისაგან ხვამლი ვარდისფერი ან მოწითალო ფერისაა, ასე არის დაფერილი, მაშინ იქნება მზიანი დღე და სხვა შემთხვევაში იქნება მოღრუბლული და წვიმიანი ამინდი. პრინციპი მე არაფერი საწინააღმდეგო ასეთი მიდგომისადმი პროგნოზისადმი მიდგომისადმი მე არა მაქვს, რა თქმა უნდა, გარკვეული გამოცდილება დევს ამაში, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანმა ივარაუდოს მომდევნო დღის მზიანი ან წვიმიანი ამინდი, მაგრამ თავისთავად ეს ტრადიცია იმაზე მეტყველებს, რომ ძველი ტრადიცია ამინდის ღვთაებისადმი რიტუალისა შეერწყა ქრისტიანობას და აი როგორც გითხარით, ბოლო დრომდე იყო ის შემხული და შემორჩენილი. თვითონ რახან ლეჩხუმს მივადექით ჩვენ და ლეჩხუმურში შემორჩენილ ტრადიციაზე ვისაუბრეთ, თუმცა არანაკლებ საინტერესო იქნებოდა სხვა კუთხეების, თქვათ, მსგავსი ჩვეულებებიც ან ცოტათი განსხვავებულიც. ამის შესახებ ჩვენ შეგვიძლია მოვიძიოთ რაღაც მასალები, ჩვენ თვითონაც გვევალება არა მარტო მოსმენა, მე თქვენ მოგმართავთ სტუდენტებს, არა მარტო მოსმენა, არამედ გარკვეულწილად მოსმენილის გაამტკიცება და გაფართოება, ცოდნის გაფართოება, დამოუკიდებელი, ვთქვათ, ძიების დამოუკიდებელი მუშაობის ფორმით და ბუნებრივია თქვენს მოგიწევთ, იმიტომ რომ მხოლოდ ამ ნათქვამზე არ იყოთ დამოკიდებული და მხოლოდ ამით არ შემოიფარგოს თქვენი ცოდნა იმ საკითხისადმი, რასაც ეხლა ან სხვა დროს ჩვენ ვსაუბრობთ ან ვისაუბრებთ. უბრალოდ მე მაინც მინდა აი დაახლოებით ესე თქმულება შეგახსენოთ, რომ იგივე ლეჩხუმში ელია წარმოიდგინებოდა როგორც brma ღვთაება ამინდისა, რომელიც ეშმაკს დაჰყავდა ცაზეო და ეშმაკი რის ეშმაკია, თუ მან არ მოინდომა ელიას მოტყუება და ხალხის გაუბედურება, როდესაც brma ელიასის სოფლის თავზე მიიყვანდა, გასაგებად ცაშია და სოფლის თავზე იქნებოდნენ, მაშინ ატყუებდა თითქოს ეშმაკი ელიას, რომ სოფლის თავზე არ ადგანან და რომ ელია ამ დროს იწყებდა, თქვათ, თავის მოქმედებას, ანუ ატყდებოდა ჭექა ქუხილი, მოიღრუბლებოდა და გარკვეული ასეთი ტრადიცია იყო თურმე იმ სოფლებში დაცული, რომ ასეთ დროს, როცა საავდროდ მოიქუქრებოდაცა, ზარ
ხარს არ ეკდნენ სოფლებში, თოფს გამოიტანდნენ და ცისკენ ისროდნენ. რატომ? იმისთვის რომ ეცნობებინათ ელიასთვის, რომ ის სინამდვილეში სოფლის თავზე დგას, გაეგო ბრმა ელიას ეს ხმა მიმხვდარიყო და არ მოეტყუებინა თავი ეშმაკისთვის, ანუ ბოროტისთვის. ეხლა შეიძლება ჩვენ ამას როგორც რაღაც ლეგენდას ისევ ყვებით, ზღაპარს ისევ ყვებით და ასევე აღვიქვამთ კიდეც, მაგრამ ეს იყო რწმენა იმ ადამიანებისა და ამ რწმენით ისინი ცხოვრობდნენ და ამ რწმენას მათ ყოველდღიურ საქმიანობაში, ცხოვრებაში და კულტურაში არა მარტო დიდი როლი ჰქონდა, არამედ ქმნიდა ეს რწმენა ამ ყოფით კულტურას მაინც სამეურნეო და სხვა სახის კულტურას ბუნებრივია. კიდევ გვალვის ტრადიცია ყველა კუთხეში აქტუალურია, იმიტომ რომ ყველა კუთხეში არის მნიშვნელოვანი ამინდი, ხო? თუმეტეს მაგალითად სამცხეში, სადაც რომელიც მიწათმოქმედების, მევენახეობის, მებოსტნეობის, მეხილეობის ერთ-ერთი ისეთი უძველესი და დაწინაურებული კერა არის. აი მაგალითად ესეთი ტრადიცია, როდესაც უკვე სამცხეში გვალვის დროს მოხუცი ქალები სოფლის გოგონებს შეკრებდნენ და ერთ-ერთ მათგანს აირჩევდნენ გვალვის პატარძლად, გვალვის დედოფლად. აი მას თავზე ჩიხს დაადგამდნენ, ეს გარკვეული თავსაბურავია და ამ ჩიხში უკვე ისინი გარკვეულ სპილენძის ქვაფს თუ ჭურჭელს ჩადგამდნენ და სოფელს სიმღერით შემოივლიდნენ, ოჯახებს მიადგებოდნენ ჭიშკართან. ესეთი სიმღერაც არის დაცული ფრაგმენტი ამ ტექსტიდან, რასაც გვალვის პატარძალი და თანხლები მღეროდნენ, აღარ გვინდა გორახიო, ღმერთო მოგვე, ტალახიო, ცხრილი აგორებულაო, წვიმა გაჩქარებულაო. ამ სიმღერის ხმაზე თქვათ ოჯახის კარი გაიღებოდა, დიასახლისი ერთ ხელში წყლიან კოკას თუ წყლით სავსე კოკას გამოიტანდა, წყალს ამ გოგონას, ანუ პატარძალს თავზე დაასხამდა, უბრალოდ თავზე კი არ დაასხამდა, იმ ჩიხში ჩადმულ სპილენძის ქვაფში თუ ჭურჭელში ჩაასხამდა, მეორე ხელში კალათი ეკავა, სადაც კვერცხი, ყველი და სხვა სანოვაგე იყო. ეს სოფელში თქვათ ამოგროვებული, თქვათ ამ რა დავარქვათ, სანოვაგით, შემდეგ ეკლესიის ეზოში ხდებოდა, შემდეგ ეკლესიაში მიდიოდა ეს ხალხი, იქ უკვე ალბათ უკვე ქრისტიანული ტრადიციით ლოცულობდა, ღვთის წინაშე ევედრებოდა მას გვალვის შეწყვეტასა და წვიმის მოსვლას და როგორც მერე უკვე მთხრობელნი გვეუბნებიან, აი ამ პურმარილით, ამ შეკრებილი სანოვაგით სუპრაც ეწყობოდა და ასე თქვათ სოფლის ხინში გადაიზრდებოდა ხოლმე ასეთი ეს რიტუალი.